და კვლავ საქართველოში და ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოსტავას ყიფიანის და ლომოურის ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტების ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ასევე მონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით განხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1,751,945 ლარს შეადგენს. მოვინახულეთ რეგიონულ განვითარების ფონდის დაფინანსებული პროექტების სამუშაოების მიმდინარეობა. რამოდენიმე ქუჩაზე უკვე სამუშაოები დასრულებულია, რამოდენიმე ქუჩაზე უკვე პირველი ფენა დაგებული, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მასშტაბური პროექტი გაკეთდა სასმელწყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა. რა თქმა უნდა, ამ გზების რეაბილიტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მოსახლეობისთვის. ხაშურში მიმდინარეობს ინტენსიურად გზების რეაბილიტაციის პროექტები, რამდენიმე ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გეგმავთ, რომ დავასრულებთ წლის ბოლომდე. ამ სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა როგორც ტროტუარები, ასევე განათება, დამონტაჟდება ახალი მოსაცდელები ცენტრალურ ქუჩებზე, სანიაღვრე არხები და ხაშურის მოსახლეობა შეძლებს, რომ ისარგებლოს ყველა ამ სიკეთით.